ვარ ახლა დილის 7 საათი. მივდივარ ჰაიკინგზე. დავუწერდი 10-დან 6. აუ ზა. I did not expect this. Hast du etwas Zeit für mich? Singe ich ein Lied für dich von 99 Luftballons auf ihrem Weg zum Horizont. Denkst du vielleicht grad an mich? Dann singe ich ein Lied für dich von 99 Luftballons und dass sowas von sowas kommt. მოგზუსტად რომ ამას რამე მოყვა, ჭამა ჭურჭელი გავრეცხო და ლაბორატორიაში მივიდა. ჩემი სახლიდან ლაბორატორიამდე არის 6 წუთის სავალი ფეხით. ვარ ახლა დილის 7 საათი და არის -2 გრადუსი და მიწევს ესეთ ვიზო ყოფნა. ჩემი ხალათი სამსაცია, მოვედი სახლში, ძალიან დავეყალე, ბოლო 2 დღე 7 საათზე ვიწყებთ მუშაობას 8-ის მაგივრად, ვითომ ხوارაფერი, მაგრამ ეს 1 საათი აკეთებს განსხვავებას, იმიტომ რომ რაღაც შუა დღისკენ გამწყდარი ვარ ხოლმე ჩვეულებრივად. ეხლა ვმუშაობთ ახალ რადიონუკლიდზე, რომელიც ჩემი პროექტივით არის ასე ვთქვათ, ანუ მე მაკეთებინებენ უმეტესობა საქმეს ამ მხრივ და მე უნდა წარვადგინო ამაზე რეპორტი და პრეზენტაცია. შესაბამისად, აი უდიდესი დეიტა მაქვს უბრალოდ დასამუშავებელი და როდის რა ვქნა უკვე აღარ ვიცი, იმიტომ რომ დამიგროვდა. ძალიან დამიგროვდა საქმე. ამავდროულად ნუ ახლა ლაფშიც 7-დან 3-მდე 4-მდე აღჩერდებით ხოლმე, ნუ ლანჩის გარდა ლანჩი sacred რაღაცა არის, აქ 1 საათი უნდა დაისვენ და ეგ არის ძალიან დიდი ბედნიერება. ყველაზე კარგი ინტერვიუ მქონდა ინტერვიუების ისტორიაში უბრალოდ. იმიტომ რომ ალბათ უკვე რომ სხვა უნივერსიტეტი მაქვს არჩეული და აქ აი პროსტა რო შევედი რომ მეთქი acceptance მეილი მომივიდეს, რომ აი მივამატო acceptance. და მეთქი კაი ვარჯიშები ინტერვიუებში და პროსტა რო შევედი, მაგიტომ არანაირი anxiety არ მქონია და არანაირი რაღაც უარყოფითი შეგრძნება და რაღაც ნერვიულობა ისე ეს. ამიტომაც ძალიან კარგად ვილაპარაკე, გამოაჩინა ჩემი personality რაღაცა. I was funny and everything, ხო და არის რომ ინტერვიუს ბოლოში არ გეუბნებიან პასუხს, ამას მომითხარეს. რომ კაი, საღამოს მოგივა acceptance mail-იო და მგონი ძალიან კარგად იქნება ჩვენთან თუ აგვერჩევა, იმიტომ რომ ეს უთხარ რომ მეთქი ამას და სხვა პროგრამას შორის ავარჩევ საბოლოოდ მეთქი ის კი არის რომ ის სხვა პროგრამა უკვე არჩეულ მაგ თქვენ არის განგიღილავთ, მაგრამ კაროჩ ძალიან კარგი გამოცდილება იყო ნახევარსაათი, არც ერთი ინტერვიუ არ გამგრძელებია არასდროს და ეს ნახევარსაათი გაგრძელეთ, რომ ვიჭორავეთ უბრალოდ ან თან ძალიან heavily organic ქიმია და მიუხედავად რომ მე მიყვარს ორგანული ზოგადად, ადრე მაგას ვაპირებდი საერთოდ. ეხლა მივხვდი რომ არ მინდა ამ მიმართულებით წასვლა და მით უმეტეს ორგანულის ლაბი არა. Not my thing. აი, მისის ღება სინთეზი, მაგრამ ნუ თეორიულად ძალიან მიყვარს ხო და მკითხა რომ ძალიან დიდი ბოდიში ხარ ამ დეტალებს რო გეკითხებიო და რაღაც interrogation გამოძიებას გიწყობო, მაგრამ მაინც რომ დავწყდე რაღაც foundation გაქო და რაღაც რეაქციები შემეკითხა და ანუ ეგეთ მომენტებში მე ზოგადად ვიბნები ხოლმე ხარ რაღაც when you're put on the spot, რო აი უცებ რაღაცა გაგახსენდეს და რაღაცა უთხრა რა და ამ სამში წინასამში ისე მაგრად ვიმეცაინე ორგანული სინთეზი რომ ვიცოდი აი ისეთი კარგები არიან ამ უნივერსიტეტში ვიყავი წინა წელს პარიზში რომ ჩავედი რომ მინახა და გავიცანე პროგრამის კოორდინატორი რომელიც იყო უსაყვარლესი ქალი და პლუს ამას ერთ-ერთი ორი დეპარტამენტის ხელმძღვანელი გავიცანე. ალბათ სახელები არ მახსოვს.
უნდა მეთქვა ეგეც, მაგიტარ ვერ it would make a difference მაინც მერეს, მაგრამ impressions იზავდა. მე ხო ძალიან მე გონდაც ვიღაცა დავაიმპრესო ხო და ისეთი კარგი ხალხი არიან, წავიდოდი სერიოზულად, მაგრამ ანუ არ ვიცი. აი ორგანულ ქიმიასაც სიამოვნებით ვისწავლიდი, მართლა ძალიან მიყვარს თეორიული ორგანული ქიმია, მაგრამ არ მინდა რომ ორგანული ქიმიკოსი გამოვიდე. პლუს ამას ფანდინგი ბევრად ნაკლები აქვს, დღეს სხვა უნივერსიტეტი მაძლევს ეს რომ აი არ მჯერა რომ ეს არის ჩემი ცხოვრება, რომ აი ხლა ამაზე ვლაპარაკობ, რომ ოფშენები მაქვს, ამდენი ოფშენი თან. Guten Morgen everybody. დღეს მივიდივარ პრაღაში, რომ ირასკოვა. დღეს მივიდივარ პრაღაში, ერთ საათში უნდა გავიდე უკვე და ეხლა ვემზადები და რაც მქონდა არჩეული გასწმელი რაც 2 კვირის წინ ავარჩიე, მინდოდა რომ ცმოდა ეგ პრაღაში. ვერ ჩავიცვალ მაგას, იმიტომ რომ 2 კვირის წინ იყო გაზაფხული და ახლა არის 1 გრადუსი. თმა მზად არის. ისაკეში იმდენად გამოვიყურები, ძალიან მოწონს ჩემი თავი და კამერაში რა ხდება. აი გუშინ ვიყიდა რაღაც DM-ის ჯუპი, რომელიც არის K18-ის ჯუპი, რომელიც DM-ში ვიყიდა. რომელიც არის წესით იმისთვის, რომ ძალიან გლოსი და შაინი თმა გქონდეს. წავისვი და რა ვიცი, განსხვავებას ვერ ვატყობს მართლა გითხრათ. ისე ეს მაქონა. ამ ჯინსის კურტკეს რომელიც წინა ვიდეოში ვიყიდე პარიზში რომ ვიყავით გახსოვთ ნიკოლში და აი ამ ახალი ჯინსის ჩაცმას ვაპირებდი. ეს არის სასწაულად ლამაზი ჯინსი, მანგოში ვიყიდე წინა კვირაში რა 2 კვირის წინ. ეხლა ვეღარ. ამ ჯინსს მაინც ჩავიცვი, უბრალოდ კურტკა მომიწევს და არც გამოჩნდება. ნახევარსაც უნდა გავიდე. ჩემი ფლიქსბას მოდით 1 საათში. და მანდა გადავწყვიტე რომ ველოსიპედით წავიდე რუსულ ეკლესიაში. აქვე არის ცენტრალურ სადგურთან ახლოს და ლამაზი ეკლესია ვიპოვე. იმ რუსული ეკლესიის გვერდზე არის გონი პროტესტანტული. ხედავ მოვუარე მოკლედ აკეტილი აშკარად. ახლა შევალ მართლმადებულ ეკლესიაში, სადაც მივდიოდი პროსტა აკეტილი დამხვდა 10-ზე იხსნება და ეხლა უკვე გაიხსნებოდა და მივალ ცოტა ხანი. ჩამოვაი და არ მეგონა ესეთ ემოციებს ვიქნებოდა აქ დაბრუნება, მაგრამ ჩემი პირველი ევროპული ქალაქი იყო პრაღა და შესაბამისად ძალიან განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემთვის და ისე გამოფედნიერა ამ ქუჩების ნახვა. ვერ წარმოიდგენთ, თან ახლა მივიდივარ ჩემ ერთ-ერთ ფავორიტ სპოტთან, რომელიც არის ნაროდნი მუზეუმი და იქ ვნახავ უკვე გოგოებს. მოკლედ ვნახე ჩემი ძვირფასი მეგობრები. ახლა ვართ ჩარლზ ბრიჯზე. აი ზუსტად ამტონით თქვი 2 წლის წინ ვიდეოში. ახლა ვართ ჩარლზ ბრიჯზე თქვი. ზუსტად ამტონით შესწავლილი მაქვს ეს ვიდეო ზეპირად და მივდივართ კათედრალზე. რა ქვია კათედრალს? სანტ-ჟანის კათედრალი. ძალიან მიყვარს ეს ადგილი, უბრალოდ აი უამრავი ადამიანი წინაზე არ იყო, ამდენი საკმაოდ თავისუფალი იყო. და მაისი უფრო ტურისტული სეზონია, თითქოს თვითონ მარტის ბოლო. თვითონ. ახლა მოვედით იმ უბევრეს კიბეზე კათედრალთან და შევალთ. ძალიან კაი ავიდია გამიხადე კურტკა. მანდა. It was Friday.
No. You originally, Maybe. I wasn't in really between sure. you were thinking. I'm gonna. სადაც ეთოდა მიხაზე იყვნენ. ხო, ზუსტად. მაგიტომ მინდა და მაქსის Clock Tower mes 10 მეტრს მიჭერ. ხალხო ლოკეიშენზე მივუთითე, რომ მინდა და ცენტრალურ პლაშატკაზე რო არის ეს Clock Tower-ი, მან მისვლა. წინაზე ნახეთ ულამაზესი ადგილი, კიდე მინდოდა. და ანუ რაღაცა ჯერ ხვდებით რომ აშკარად იქ არ მიდის ეს ავტობუსი და რაღაცა ცენტრში არ ვართ თბილისის ვიდზე სადღაც უბანში. ეს არის Clock Tower, რომელთაც მომიყვანა Google Maps-მა. იქ წავიდეთ, რა ლამაზი რაღაცა. რა ლამაზი Google Clock Tower-ი მინდა. ნახე, რა ლამაზია. იმ რაღაცა fake Clock Tower-ის, ან Clock Tower-ის დუპის მერე ძლივს მოვახციეთ ცენტრში 1 საათის მერე. და ახლა მივიღოთ ნამდვილ Clock Tower-თან. Удивительно, გასუნჯა удивительно, просто ხელი მსგან შოკოლადიანი მაქვს. ეს არის მსოფლიოში ყველაზე კაი მაღაზია ამ კენდის. აფრენ უბრალოდ ყველაფერი უგემრიელესი. მე და ნაურზომ დავდა შეფასება, რომ ამებს ჯობდა ფერადი გრძელები. ეხლა მაგებს დავაგემოვნებთ თავიდან. ეს ბოლოში მზადდება ძალიან კაია. უკეთესია. ოკეი. კოლას დავუწერდი 10-დან 6. ეს solid 9 არის. ჩემთვის შინდი. უკეთესეს გამიშინჯავ შენთვის? რა. ესა. აუ ზოგადად აღარ კლუბში ვარ, просто აჩქევლებ დებოს ვიდით. დღეს მცივა და სპექტაკლი ამირით არ ვაპირებ ვიდეოს გადაღებას, ისე რომ გნახავთ დრეზდენში. Hi everybody. მოკლედ, ფლიმარკეტზე ვიყავი დილით. 10-ზე შევხვდი ნადიას, რომელიც არის ჩემი თანამშრომელი. ვიარეს 2 საათი. არის მინდა ბოლომდე, I don't know why. ხო და უკვე 2-3 წელი აქ ცხოვრობს და რაღაცა ვიარეთ მე 2 საათი თავისი favorite spot-მა ჩვენა ისაესა. დავიშალეთ ახლა ძალიან ბედნიერი ვარ ამ ინტერაქციით, იმიტომ რომ რეალურად ჩემი პირველი უცხოელი მეგობარი ყავს. And so embarrassing, მაგრამ ეგრეა ბედნიერი ვარ. ხო და ახლა ანუ ძალიან არ მინდა სახლში წასვლა, იმიტომ რომ ანუ ულამაზესია ყველაფერი წვიმაში, მაგრამ ქოლგარ წავიღე, იმიტომ რომ არ იყო გამოცხადებული და მართლა ჩაულპი მიუხედავად რომ უსქესი უფრო სწორად არ შეიძლება ჩემ მაღაზიაში მოსვლა. ზარაში აქვს თანამონტანას მერჩი. აი როგორ არ უნდა იყება ხა ეს? Просто რაღაც ზომაზე არ მომწონს და ქავიზომებ ახლა ელი ავიღე, იმიტომ რომ მოკლე იყო და მოკლე მაიკები ძალიან არ მეყვარს მან. ძალიან მეცინება ხა დავჯექილი ამაზე, რომელსაც უბრალოდ ევალება რომ დინერის ეკითი ნაპირზე გადაგვიყვანოს. შემეძლო ხიდი გამომეყენებინა, მაგრამ I'm having too much fun.
შევიკრეთ თმა. ეხლა მომივიდა მეილი, რომ კიდე ერთი acceptance მოკლედ. ძალიან ბედნიერი ვარ, უკვე ვიცი, რასაც მივდივარ მაგისტრატურაზე, მაგრამ ძალიან მახარებს ეს, რომ რაღაცნაირად ეს 4 წლის შრომა დაფასდა. I'm so happy. მოვჭი ახლა საქმეს სლაფში, ჩემ ხელმძღვანელს ველოდები, რომ მოვიდეს. ხატობს არ მუშაობს. ან ძალიან მომეშალა მაგის ნერვები, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხუჩაბათი. ვაპირებდი წასვლას უსულ ეკლესიაში, თორემ ახარებაზე დავსწრებოდი. არ მუშაობს, გაიფიცნენ. ხვალ კიდე წითელი პარასკევად ეკლესიაში არ ვიკნები. რო არ ყინავდეს, კიდე უფრო კარგად ვიქნებოდი. მოვედი სახში და ეხლა შეგიტაროთ unboxing-ი, ოღონდ უკვე დამოქსერგებული მაქვს ჩემი ჩანთა სპამისთვის გადავიღე უკვე და ან ძალიან მეცინება ჩემ თავზე. ვიცოდი რომ ანუ 5 კილომეტრი უნდა მევლო, 5 კილომეტრის გავლას ვუნდები მე 1 საათი და ვიცოდი რომ ამდენი მქონდა სასიარულო და თან არაფერი არ მქონდა საყიდელი, მაცი ვარ მაგ გატენილი. პური მქონდა პროსტო საყიდელი. გითხარ შეგან უკვე და მაინც ისეთ რაღაცები ვიყიდეთ, უბრალოდ არ მჭირდებოდა. სავარცხელი, მაგრამ ნუ ძალიან კაი სავარცხელი ნახეთ ხის არის, გამართლებული პროცესი არის. საზამთრო რომელიც ცხოვრებაში არ ვიყიდე, საზამთრო კი ხვეწები თბილისში ვჭამ, რო ვყიდულობთ ხოლმე იმას. კარგს დიდს და ეს რაც მინდოდა. ნუ ეს შოკოლადები, კაი, ამას ვამართლებ, ძალიან მიხარ, ეს ძალიან ძალიან მიხარია. ესეთი მაჯუკა ჩემმა ხელმძღვანელმა თან წინა კვირაში. და ეხლა უკვე 2 წელი მაქვს. და თან პასკაც მაქვს, იმიტომ რომ ჩემი თანამშრომელმა ნადიამ გამომიცხო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აი მაინც ცოტა ვახერხებ ჩემი ბური ტრადიციის შენარჩუნებას. ეს პესტო რაც მინდოდა, გეხვეწებით რაც ანუ ამჯერდებოდა უბრალოდ. წითელი კვერცხი არ მაქვს და მაგას ხო ძალიან განვიცდი და მეთქი კვერცხია შოკოლადის იყოს. კიტრის ფსტილი, რომელიც ასევე მაცივარში დევს, მაგრამ მეთქი ვინახევარი ბანკა და არ ჩავიყიდოთ. არ ვიცი. ჯემი, რომელი ჯემის ჭამელი მე ვარ? ანუ ცხოვრებაში ჯემი არ მომდომებია, პროსტა ესეთი ჯემი წია წელს ვიყიდეთ პარიზში რო ვიყავით და ბანკა გამახსენდა და გამიხარდა. მგონი ფრანგულია თან. ახლა ბონ მამა, მაგრამ არ ქიხშ ის არის ალუბალი, გერმანულად არ არის ფრანგული. ყველი რომელიც არც მეჭმელა. კარტოფილი, ყველაზე სასაცილოა კარტოფილი, ნუ ეს იაგერი. This is embarrassing. ანუ ვითომ იმიტომ კი არ გავაკეთე unboxing, რომ რაიმე რამდენი ბევრი რაღაცა ვიყიდე. იმიტომ რომ უაზრო რაღაცები ვიყიდე, როცა ვიცოდი რომ ამდენი მქონდა გასავალი. მაგრამ this was fun. უბრალოდ არ გავთვალისწინე რომ უკანა გზაზე უნდა მევლო ღამე დაბნელებულში ტყეში, მაგრამ ძალიან უსაფრთხოება აქვს. პარკში ვარ წამოკოტრიალებული. დრეზდენში რომ სიმშვიდე მოვიპოვე, რომ ბედნიერება მოვიპოვე, არსად ესე კარგად არასდროს არ ყოფილვარ. ანუ დავასკვენი რისი დამსახურება, ბალანსის. რა, არ ვშრომობ ბევრს აქ როგორ არა. დილის 7-ზე ვიწყებ საქმეს და ამ კვირაში ერთ-ერთი დღე გქონდა იმდენ დატვირთული 7-დან 4-მდე უბრალოდ ვერ გავჩერდი და ლანჩისთვის რაღაც 20 წუთი მქონდა თუ 30 წუთი და ხო ძალიან ვიღმებ, მაგრამ ბალანსი რო გაქვს ადამიანს. მე ანუ არც გღლის ეგეთი სამუშაო გრაფიკი არანაირად, იმიტომ რომ შევედგრეს აი ესე ატარებ უბრალოდ წამოწოლილი. საღამოებს ესე ატარებ. და ყველაზე დიდი რაღაცა ჩემთვის, რისთვისაც ყველაზე მადლიერი ვარ დრეზდენის არის ის, რომ თერაპია ჩამიტარა, განმკურნა. მთელი წელი სექტემბრიდან მოყოლებული, აი მქონდა გამძვინვარებული anxiety. შფოთი. რომელიც არ ჩერდებოდა არასდროს. რომელიც
იანვარში ძალიან ცუდი რაღაცები მოხდა მაგ დროს. იანვრიდან საერთოდ გაასმაგდა ეგ რაღაც შფოთი, ცუდად ყოფნა და რაც აქ ჩამოვედი, პარიზში ჩასვლისთანავე უკვე კარგად ვიყავი. ორ კვირაში შეჩავდი ვარ თბილისში, არ მინდა, ძალიან არ მინდა. აპდეიტში გიბრუნდები, ზურგჩანთა ვიყიდე. მოვედი ეკლესიასთან, რომელიც დაკეტილი დამხვდა, ვინ კეთავს ეკლესიას აღდგომას, ვამიკანი რაღაცა ძალიან ისა მაქვს. Sun-damaged. ხო და 10-ზე გაიხსნება, საავადმყოფოს იწყებენ 11-ზე და აი ძალიან მინდა რომ დავესწრო, მაგრამ მე რომ დამთავრდება 3-ზე, ავტობუსი არ იქნება დილის 8-მდე. და იქნება დიდაუბრუნდებით ყინვათან და 3 და 8-მდე რა ვაკეთო, არ ვიცი. მოგენ დღეს მივიდივარ მაისენში. მაქვს no scroll Sunday, რაც მას გულისხმობს, რომ საერთოდ არ ვიკარები დღეს Instagram-ს, TikTok-ს. არაფერს აპლიკაცია მაქვს, რომელიც მთელი დღე მიბლოკავს მოკლედ და ვერ შევალ თორე მე ნების ყოფილ სამწუხაროდ არ მაქვს და მაგას ვერ გავითვალისწინებდი, მაინც შევიდოდი. ზოგადად ყოველდღიურად ვიყენებ მაგ აპლიკაციას, რომ რაღაც კონკრეტულ საათებში არ მქონდეს წვდომა. მაგალითად, საღამოს 5-6-მდე არ მაქვს ხოლმე წვდომა Instagram-ზე, TikTok-ზე და მაგან ძალიან გამიუჯობესა ცხოვრების როგორ თქვა წესი. წარმოგიდგენთ, დღეში 2 საათი ვსკროლო, რაც მეჩვენება ჯერ კიდევ იმდენად შეჩვეული ვარ ამ ექსტენსიურ სკროლვას, რომ მეჩვენება როგორც არც თუ ისე ბევრი დრო, მაგრამ ეხლა უკვე ვიცვლი მაინცეც, რომ უკიდურესად ბევრია დღეში 2 საათი სოციალურ ქსელზე ყოფნა, რომ გამოდის, რომ წელიწადიდან 1 თვე ვარ ტელეფონში, წარმოვიდგინეთ. ანუ ცხოვრების მე-12-ს ტელეფონში ვატარებ. და არ შევეგოებ მაგას, არ მომწონს ეგ უნდა შევიცვალო ეს ისა და ძალიან მადლიერება ვარ, რომ ეს აპლიკაცია მიპოვე. ვისაც დაგაინტერესებთ, გეტყვით, მაგრამ ხო, დღეს საერთოდ არ შევალ მოკლედ. კაი, 10 წუთში უნდა გავიდე. 10 წუთში კი არ 5 წუთში უკვე ვარ. აი. უმამაზესი ქალაქია და კამერაში ისეთი ცუდი ფერებით ჩანს. ქალაქის მუზეუმში, რომელიც 1901 წლიდან ფუნქციონირებს, ახლა აღნიშნავენ 125 წლის იუბილეს და ახლა ეს ნაწილი არის ძალიან ლამაზია, მაგრამ ძალიან intimidating არის ასევე a little creepy too. ეს კონკრეტულად საფლავის ქვები. გრანდიოზულია ნამდვილად. ძალიან მოყვარს პატარა მუზეუმები. კაციშვილები. ძალიან კაი გაწყვეტილება იყო აქ შემოსვლა, რომ პირობდი სხვათა შორის. საკმაოდ საინტერესო რაღაცებს ვნახულობ. ძალიან დამაღლელი ის არის, რომ გერმანულად არის და ყოველ ჯერზე Google Translate-ით ფოტოს ვუყევ და ვთარგმნი. და უკვე რაღაცებზე ისე ვეხლები ხოლმე. უმეტესობა რაღაცას უკვე ვაღარ ვკითხულობ რა. просто ავთვალე თულს ვხარ. ეს რა არის? არ ვიცი რატომ არ ესეთი აშიტირებული, მაგრამ სასწავლო ქალაქი აუცილებლად უნდა ჩამოვიდე კიდე ანუ მზიან ამინჩი, მაგრამ ღრუბელით სასწავლოდ უხდება და რეალურად ქალაქის ატმოსფერაც უფრო რაღაცა თითქოს ღრუბლიანი ამინდი შესაბამისია. 7 გლუმი სასწავლო ქალაქი, რა მხალმნიშნულობა აქვს, როდესაც ინარჩუნებს ქალაქი თავის ავთენტურობას და საერთოდ არ იცვლება. ყველა შენობა არის მინიმუმ 100 წლის. დღეს ვაპირებდი მეთქი 2-3 საათი ვივლი მეთქი მაისენში, მე დავბრუნდები სახლში თქო, იმიტომ რომ 27-ში ჩამოვდივარ დილის 4-ზე, დილის 10-ზე მაქვს უჯრედული ბიოლოგიის ტერმინი და მაგისთვის მეთქი მოდი დავიწყო მეცნიერება, მაგრამ არა. მე დღეს აქ უნდა ვიყო, არ მაინტერესებს. ჩემი ახალი საყვარელი ქალაქი. ეხლა იმაზე ვფიქრობდი, მოდი ვისა ქირის ფასები ნახე მეთქი. აქ რო გადმოვიდე არ შეიძლება?
ვაპირებდი შემოსვლას და კიდე კაი შემოვედი სასწაულის სასახლეა და თან ინგლისურად წერი ახსნა კიდე კაი და ძალიან ბევრი გავიგე ძალიან საინტერესო. просто გადაღება არ შეიძლება, მაგრამ მე სამწუხაროდ კულტურა ვერ გამოვიმუშავე და მაინც არ ვიყო კანონს და ვიღებ. ძალიან კულტურა ვიცი, მაგრამ გამოვედი და გაწვიმებულა. მუზეუმის ბილეთს რო ყიდულობდი, მკითხეს რამდენი წლის ხარო და დამოვიწყდა რამდენი წლის ვიყავი. და 18 უთხარი, ახცენტკო. დავჭიქი რაღაც აწუკა კაფეში. აღონდ ველოდები უბრალოდ რომ ჰოთ-დოგი გააკეთონ და წავიღოთ თან. ხო და თავით აი რატომღაც მინდოდა ინგლისურად დავაპარაკება. მინდოდა რა ანუ ავტომატურად ვქენ რომ sprechen Englisch თქო კითხე და ნაინო და მეთქი haben Sie ein Bratwurst კითხები და კი გვაქვსო და ნუ ცოტა hot-dogs მოვეოდი რეალურად, მაგრამ ძალიან გემრიელი ჩანს. გახსნილდა და მეც გაწვიმდა და ძალიან სასიამოვნოა. მე ამ ქალაქზე შეყვარებული ვარ. ჩართული ჰქონდათ ქუჩაში stand-by მიიღოთ გერმანული ვერსია. და ანუ ისე კარგად ჟღერდა, ახლა Spotify-ზე უნდა მოვძებნო და დავიმატო playlist-ში. მე ეს არის ბედნიერება, ესე ბოდიალი, ეს რაღაცების აღმოჩენა. მუზეუმში სიარული. წვიმა ესეთი სიმშვიდე და ჩუმი და ცარიელი ქალაქი. ეს არის ჩემი ბედნიერება. Happy Saturday everybody. მივდივარ hiking-ზე. Pimple patch-ები მაგრეა. აღარ არის, მაგრამ რატომღაც მომწონს. ძალიან ბედნიერი ვარ. იდეალური ამინდია. კურტკა მაინც წამოვიღე, იმიტომ რომ დატრამირებული ვარ გერმანიის ამინდით. მგონია ხოლმე რომ ცხელა და მე უცებ ვიყინები და ამიტომაც ესე მიწევს თრევა. და აი ბედნიერესი ვარ. ჩემს მე ყოველთვის უნდა შემეძლო hiking-ი. აი ცოტა ეს ვიყავი მაინც ვორჭოფობდი მარტო წამოსვლაზე მეთქი ტყეში მარტო გოგო ვარ, მაგრამ დაცული ვარ. I feel safe, I feel protected. და ამიტომაც გავბედი და წამოვედი. და მე მარტოული ხოლმე ჰაიკინგებზე. იცი რა ხო, ადამიანებს ვერ დაელოდები. რა, მე ვიღოთ ჩორჩო წავიდე, როცა არ ვიცი, ვისთან ერთად წახვიდე გეხვეწები. ვისაც ვიცნობ ეს ჩემ მეგობარს ნადიას 5 ჯერ არის ნამყოფი და შეიძლება მამისად ვერ ვეტყოდი რომ მოდი წავიდეთ. არ შემეძლო თქვა, მაგრამ მე დაგენერატი ვარ და ცხენია ხოლმე. პლუს ამაზე ხა მიდი და 5 საათი ლაპარაკე მეზარება კაცო. ჩემთვის ვიქნები ქართული გროპონჩი. კაი, წავედი. Mittlerweile eher sogar der Also bis alles komplett in Betrieb ist, glaubst du? Ich habe eine andere Order. Sie sagt, ich war da nicht gekommen, ich habe es im Nachhinein nicht bekommen. Aber soll Aus aktuellen Gründen sowieso nicht. გავჩერდი ცოტა ხანი. ჩემგან 4 გერმანელი მოდის, რომელიც უბრალოდ არ ჩუმდებიან დამღალებს და ცოტა წავიდნენ და მე გავაგრძელებ გზას. просто ნელოდადიან და მე ჩქარდად ვარ, მაინც დავეწევი რა აზრი აქვს. ხვდები რომ მუხლები რაღაც ვერ მიქაჩოს, აი ძალიან დიდი elevation არის და ჩამოვედი და უკვე მკანკა. აი კუნთები მიკანკალებს. თბილისში ჩამოვონ დავიწყო ვარჯიში, რომ გავძლიერდე. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ჰაიკინგი და ძალიან მინდა რომ ვიარო და ფიზიკურად მზად ვიყო თან ამ ყველაფრისთვის. წესით 3 თითის სიგრძის ის უნდა წაისვა, მაგრამ მეტი საქმე არ მაქვს. მაგდენი სანსკრინი წავისვა. ინტერნეტი აღარ იჭერს, ვენდობი ინტუიციას. სწორად გულს მიყვანს და ასევე ნუ ხალხია ძალიან ბევრი. ეცხოვ.
Hallo, ich möchte ein Coca-Cola bitte. Akro ცხოვრობ. რა უნდა შეგაწუხო ცხოვრებაში? მე მართლა მაინტერესებს. აი, ამ ადგილას რო ცხოვრობ. საოცარ ადგილებს აღმოვაჩენ ხო? სწავლი აი უმამაზესია და ძალიან შვიდია. ეს არის კურორტი. ონა აღარ მახსოვს გეტყვით მე. მე ამ კონკრეტულ hiking trails ვარჩევდი ასე ვთქვათ რა, просто რა აი ეს რაღაც national park მომევლო და ეს Bastille Bridge რაც არის, მან მივსულიყავ, მაგრამ I did not expect this. Like, can you imagine? სათვალე ვიყიდე, ჩემი სათვალეს წამოვიღარ მომწონს და მთელი 2 თვე რაც აქ ვარ, ვეძებდი სათვალეს ხო და ყველგან გავისინჯი, მე ხო ძალიან პრეტენზიული ვარ ამაზე, უმეტესობა არ მიხდება და ეს რაღაცა მომიხდა, მომეწონა. თან ასევე მარტო ტიგროვის ხმარობ, იმიტომ რომ მგონია რომ ჩემ ფერებს ეს უხდება ყველაზე მეტად. მეგობრებო, ჩემი აზრით საფლიოში ყველაზე ლამაზ ადგილას ვარ ახლა. ყველას ეს ის რომ სახლში ჩავალაგე საგზარი და პარკი არ მქონდა Sephora's პარკში. მან გახვეული. Hallo, ich möchte ein Kugeleis bitte. Wildbeere. Ja. ვიყიდე Wildberries ice cream ნაყინი და იმის მეც რა ქებოდა მჟავე. მაგრამ Wildberry მოცვი, ბოდიში, მოცვის ნაყინი. იმის მეც რა ქებოდა მჟავე. აი ისეთი ხილოვნური გემოაქვს და ისეთი ციკლია. გემრიელია, მაგრამ ჩემი გემოვნების არ არის. უკან მაგ ჩემს სიტყვები უკვე 3 წელი მთლიანი მოცვი შემხვდა და ეს ჩანკებს ვხედავ რომ ნამდვილი ის და artificial გემო პროსტა მომეჩვენა. ძალიან ძნელი მომენტი მქონდა ჩემს ენდგა გოგო და ჩანთას დავდიოდა რაღაცა დიდი ხოჭო და მეუბრები რომ ჩემ დამწრული გერმანულით რა ეს რაც წერი დაგდით და ანუ აი მე emotion რო აი დავხარებოდი რომ გადამეგდო და ნახ ფილეს ის ხოდი ხიო რაღაც ეგეთი თქვა რომ შეიძლება ხიარულთა ბედნიერი არის აქო და წერზე ამბობს რა არ კარგად არის იყოს ამდროს მე შეფრთხილად ვუთხარი მე პანიკაში არ ჩავარდეს მაგრამ მე სულ გავხდებოდი უცნაური აი ეს სხვა ადამიანთან კონტაქტი ეს რაღაც მომენტებს გადაწყობ წეგან ტელეფონი დამიჯდა და მე მაღაზიაში დავაწერე ხოცას. ეხლა ვიყიდე რაღაცები. ლივაიში ვიყიდე 2 ზებრა. ძალიან ბედნიერი ვარ მაგ ფაქტით, იმიტომ რომ ძალიან მომწონს მაგათი თეთრი ზედები. ასევე ვიყიდე გრძელი ჯუკა და ვიყიდე ეს სათვალე აბიცია წმინდოდა. ეხლა ის მართლა იხთარ მომწონს. ეხლა მინდა სპორტული ბოტასის ყიდვა. კვირა დღეს ესე ვდევარ მთელი დღე ვცდილობ დავიწყო საქმის კეთება და ეხლა ვთვალე რომ ჩემი პინტერესტს ოღონდ ძალიან ბოლოს ჩავედი რა 2020-2021 წელს დასევებული პინები ვნახე და აი ისეთი გაოგნებული დავრჩი რაღაცნაირად ძალიან ემოციური ვარ ახლა რომ ვერ წარმოიდგენს და რატო ჩემდა გაუაზრებლად ყველა ჩემი პინი ახდა როგორ ფოტოებსაც ვასეივებდი ისეთი ფოტოები ახლა ჩემ გალერეაშია ხო კაი დღეს მარტო ამას გადავიღებ სხვა რაფერი არ მინდა საქმეები მაქვს ბევრი ვერ გავალ ვერსათან ძალიან წვიმს გუშინ როგორი სიცხე იყო და ეხლა წვიმს
Thank